კიდევ ერთხელ დილამშვიდობისათვის როგორც ხედავთ უკვე თიკა ჯამბურიასთან და არა მარტო თიკასთან ერთად დაიწყო ჩვენი დღე. ესენი ვინ არიან? ეს დილამშვიდობისა მეც ვიმესალმები მაყურებელს. ეს არის ნინა, ჩემი შვილი და ეს არის თინა, ჩემი დიშვილი. ორი ბავშვი გვაკლია, ორი ბიჭი, ჩვენ კიდე ისინი უკვე სკოლაში წავიდნენ, ჩემი დიშვილები. და ნუ ჩვენ დილა იწყება, რა თქმა უნდა, საძინებლიდან და ესეთი აქტიური და ხმაურიანი დილა გაქვს, როგორც მივხვდი. წამო დამათვალიერებინეთ შენი ოთახი რა. აქტიური დილა რაც შეიძლება რომ იყოს, ამიტომ დილიდან ხიზლად ვართ და ისე აქტიურად ყველანი. ეს არის ჩემი და ნინას საძინებელი. წესით იქით არის ჩემი საძინებელი, უბრალოდ ახლა ჩემი გავცვალეთ მე და ჩემ ადამი, იმიტომ რომ რაღაც ნინას ლოგინი გვედგა, მოკლედ მთელი ამბები და დავრჩი ამ ოთახში. ფეხსაცმელად ეს არის მოკლედ ამ პატარა საოცრების კუთხე, როგორც მივხვდი. ასაცმელებს შენ ურჩევ. კი, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ხვდება თვითონ და მოწონს, კაბები მოწონს, უნდა რომ კაბები ჩავასო და ბაღში გამოპრანჭული დადის. შენ იცი სიმღერა? გზაზე მიდის კურთხელი, იცი, აბა მითხარი. გზაზე მიდის კურთხელი, სელკი ბრანჭია, სკუსკუბ, სკუსკუბ, სელკი ბრანჭია. დედიკო სიმღერები მოგწონს? მათელი გავხარდივა. იცი? თიკა სიმღერები? რომელი გიყვარს ყველაზე მეტად? ნერა მიყვარს. აბა იმღერე. მიყვარს ნერა თოსა. მოდი რადგან აქ ვართ, აი მკითხავ, როგორი ტიპის ტანსაცმელი მოგწონს, აი ბრენდებს თუ ანიჭებ უპირატესობას. არა, ანუ ესე ბრენდის მიხედვით ძალიან არ მიყვარს, ანუ არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის რა ბრენდი იქნება, უბრალოდ სამსახურში მიწევს უფრო ისე მომზადებულად ქუსლებზე? ქუსლებზე და ანუ თუ ინსტიტუტში მივიდარ ხა თეატრალში ქუსლებზე ვერ დავდივარ და ამიტომ კეტებით და ისე გავდივარ ხოლმე. დაგვათვალიერებინებ შენ გარდერობს? კი, წავიდეთ. როგორც აღმოვაჩინეთ, ესე იგი ირინა ბაირამაშვილიც უკვე დილიდან თიკასთან არის. დილიდან არა, ფაქტიურად ჩავცხობდი თიკას. ანუ ერთად კარავი დასცა ჩემ. კარავი დავეცი, ანუ ესე ვიძახ ხოლმე რომ ამჯერად კარავი დავეცი თიკასთან, ჯამბურიასთან ძალიან კარგად ხსოვს, იმიტომ რომ თბილი, დიდი და რაღაც ძალიან ისე კარგი სახლი და კარგი აურა. აჰა, ძალიან კარგი. მოდი აბა გარდარები დაგვათვალიერებინე შენი. საერთოდ მიყვარს ძალიან ჭრელი რაღაცები, მაგრამ რადგან ზამთარი თუ რაღაც ციცივები მოვიდა უკვე, ავალაგე ჩემი ზაფხულის რაღაცების ზემო და ეს უკვე ცოტა მუქი რაღაცებია. აი, მიპოვნა ჭრელი, ეს რა არის? ეს სარაფანა არის. აქსესუარები თუ მოგწონს? აი, რო გითხარ რომ ძალიან მიყვარს აქსესუარები, არა, აი ეს არის ჩემი აქსესუარები. ნახე, აი ესენი და ნუ კიდე არის აქ რაღაცები, საყურეები მიყვარს და ისეთ პატარა რაღაცები, ანუ დიდ რაღაცებს არ ხმარობ ხოლმე, ძალიან იშვიათად. თიკა ძალიან მომწონს შენი ჭაღი, ძალიან ლამაზია. ეს ჭაღი ყველას მოწონს და სხვათა შორის ეს არის ძალიან ისეთი ძვირფასი ჭაღი, ახლარად მახნათი. ძალიან მიყვარს ეს შანთაი. ეს კლაჩები მოგწონს? და ძალიან ბევრი დამცინის, მაგრამ გიждები ამ ფერზე. ეს არის შენი საყვარელი სუნამო? ეს არის ჰერმესის ახალი სუნამო, ანუ ჩემი ახალი აღმოჩენა არის. ცოტა ისეთი სუნი აქვს ძაფრი, მაგრამ მე დროთა განმავლობაში უფრო კარგი ხდება. დილით თუ საუზმობ? რა დილით ვერ საუზმობ, შეიძლება ხოლმე აი ჩაი ან ყავა დავლიო, ეს არ მიყვარს დილით საუზმობა. როგორი დიასახლისი ხარ? ნორმალური სხვათა შორის ესეთი გემრიელ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე, ჩემ მეგობრები ძალიან ხშირად ვიკრიბებით და ვაკეთებ ჩემ მეგობრებთან საჭმელებს. ნახე, წიგნებს შეხედეთ, რამდენი წიგნები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოების. მე ვაკეთებ ძალიან გემრიელ ჩინურ გუმბაოს სხვათა შორის. ვაკეთებ ანანასით, ყოველთვის ყოველთვის ვაკეთებ. ამით თიკა ჯამბურიას დილა არ ვთარდება, ჩვენ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, სანამ ჩვენი ყავა ადუღდება. შემდეგ აუცილებლად შემოგიერთდებით და ვნახავთ, როგორ გრძელდება თიკა ჯამბურიას დღე.